დღემშვიდობისა მოგესალმებით სალაჟვარდიანი გურიიდან მე აკაკი ჩავლეშვილი ვარ დავიბადე გავიზარდე და ვცხოვრობ ოზურგეთში ჩემ ლამაზ გურიაში დავამთავრე პირველი საჯარო სკოლა შემდეგ ჩავაბარე უმაღლესში იურიდიულ ფაკულტეტზე მაგისტრი გახლავართ შემდეგ დაუბრუნდი ისევ ჩემ რეგიონს და ცხოვრების გზაზე რაღაც სხვადასხვა პროფესიები ასე ვთქვათ გურულად მოვსინჯე ერთ-ერთი ყველაზე ჩემთან ახლოს აღმოჩნდა ორი სფერო. ერთი არის ახალგაზრდობა, მეორე არის კულტურის სფერო. კულტურის სფეროშიც რაღაც მცირედი გამოცდილების ნაწილი მქონდა. სკოლის პერიოდში ძალიან დიდი ხანი სკოლის ანსამბლთან ერთად ვმღეროდი და რაღაც ჩემში ეს სიყვარული უფრო გააღრმავა კულტურის ცენტრში მუშაობის დაწყება. რადგან აქ გავიცანი გურული ფოლკლორის, სიმღერის კორიფეები, გურული ისტორიის მატარებელი ადამიანები და ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ადამიანებმა. ჩემმა დღევანდელმა სამსახურმა და პროფესიამ მომცა საშუალება იმისი, რომ ის რაც აქ ვისწავლე, ის რასაც ვეხები ყოველდღიურობაში, გაუზიარო ახალგაზრდებს და მეტი პოპულარიზაცია გაუწიო სხვადასხვა კუთხეებში, მსოფლიოს მასშტაბით ჩემ სივრცეს, ჩემ კუთხეს. ჩემთვის გური არის თავისუფლება, მრავალფეროვნება, ყოველდღიურობაში გამოწვევებთან გამკლავების ნაწილი და ის ადამიანები, ვინც ირგვლივ მახვევია და ყოველდღიურობაში რაღაც მცირეც ახალს ქმნით. გურია ტურისტულად შედარებით ახალი ხილია. აქ სანახავი ძალიან ბევრია და ძალიან საინტერესო, ფაქტიურად ხელშეუხებელი სივრცეებია, რომელიც ძველ დროში გამოგზაურებს. როდესაც ვფიქრობდი თუ რომელი მხარე მეჩვენებინა თქვენთვის, გადავწყვიტე რომ ამერჩია სოფელი ლიხაური. ჩემის აზრით ეს სოფელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეთაგანი, კუთხე-კუნჭული გურიის, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ და შეიგრძნოთ აქაური სილამაზე, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულის პერიოდშიც. და თუ რატომ ამას უკვე ჩვენი ლიხაურში მოგზაურობისას შეიტყობთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც სოფელ აჭის სახელს უკავშირდება. ეს არის მე-11-მე-12 საუკუნეების ტაძარი. ფრესკაწერა ცოტა უფრო მოგვიანებითი პერიოდისაა და ეს ტაძარი უნიკალური გახლავთ იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ მე არ მეგულება და არც მე მგონი ფრესკაწერაში არ არსებობს წმინდა გიორგის ამ შემთხვევაში გველეშაპი მოთვინიერებული ყავს და არ ყავს განგმირული. ესეც რაღაც ალბათ გურულების ტოლერანტობაზე მეტყველებს და მაინც იმ ნაწილზე, რომ ყველა ადამიანში და ბოროტ ძალაშიც რაღაც სიკეთის მარცვლის ძიების ნაწილი არსებობს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, როდესაც გურიაში ლიხაურს ეწევით და აჭისწყლის სივრცეში დაიწყებთ მოგზაურობას. ლიხაურზე საუბრისას რთულია რომ გვერდი აუაროთ ექვთიმე თაყაიშვილს, რადგან ეს ადამიანი აქ დაიბადა, გაიზარდა და ძალიან დიდი როლი მიუძღვის საქართველოს წინაშე. რთულია ჩამოთვალო ის ყველაფერი, რაც ამ ადამიანმა საქართველოს გაუკეთა, შეუნახა, დაუწერა
დაუბრუნა და შემოუნახა ჩვენ ქვეყანას, მომავალ თაობას და საკმაოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ექვთიმეს მუზეუმში, სადაც შემონახულია მისი პირადი რამოდენიმე ნივთი. ამ ადგილს ნამდვილად არ აკლია მნახველები, მაგრამ თუ გინდათ უფრო მეტი გაიგოთ ექვთიმეს შესახებ, შეიგრძნოთ მისი გავლილი ცხოვრების ნაბიჯები, კარგია თუ აქ მობრძანდებით და თქვენ თვითონ თვალნათვლივ ნახავთ ამ ყველაფერს. დაუსრულებლად შეიძლება საუბარი გურიაზე, ლიხაურზე. თვითონ ლიხაური სახელი წარმოდგება ლიხი ანუ ქედი და აქ მყოფი ადამიანების აურა. ეს დადებითი აურა განისაზღვრება იმ ადამიანის პოზიტიური დამოკიდებულებით, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ჩვენი დრამატული თეატრი. ამ სოფელს უკავშირდება პირველი მხატვრული ფილმების გადაღება, პირველი არის ქრისტინე, შემდეგ ჯანყი ყურიაში. ეს ფილმები ალექსანდრე წუწუნავამ სწორედ აქ მის სოფელში გადაიღო. ამ სოფელში სტუმრობისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახოთ ციხე, აჭის ლიხაურის ციხეს ეძახიან. ლიხაურის მონასტერი არის ხელმარჯვნივ, ასევე აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, რომელიც ჩვენ უკვე მოვინახულით. აქვე მინდა მოგიყვეთ ერთი ლეგენდის შესახებ, რომელიც წმინდა გიორგის ტაძარს და წმინდა გიორგის სახელს და აჭს უკავშირდება. თურმე სოფელს შემოჩვევია დევი, რომელიც საქონელს ანადგურებდა ხალხს, მოსახლეობას. წმინდა გიორგისთვის შეუვედრებია, რომ ეს დევი მოგვაცილეო და ეს დევი წმინდა გიორგი ქვად აქცია და სწორედ ეს არის ის ქვა, რომელიც გაქვავებულ დევს უკავშირდება. ეს რაც გურიის სანახეობრივ ნაწილს შეეხებოდა, ეხლა კი გადავინაცვლოთ გურულ ოჯახში, ოდაში, გავეცნოთ გურულ ავთენტურ სამზარეულოს, გვიმასპინძლებს სალუქვაძეების ოჯახი. როგორც დაგვირდით, ეხლა ვიმყოფებით სალუქვაძეების ოჯახში, დოლაბში და ჩვენი მასპინძელია ეკა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა პირველ რიგში. რას შემოგთავაზებ დღეს, გურულ რომელ კერძს მოვამზადებთ, დავაგემოვნებთ? ესე იგი, გურია გურული ღვეზელის გარეშე წარმოუდგენელია, ჩემო აკაკი, ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ თქვენთვის პირველი კერძი მომემზადებინა გურული ღვეზელი, რა თქმა უნდა, კეცზე, აგერ ჩვენი კეცი გადადგმულია უკვე და გახურების პროცესშია. ამასობაში მე დავიწყებ პროცესს, ეხლა რომ შემოგთავაზოთ გურული ღვეზელის მასტერკლასი. კარგით. რას უკავშირდება ეს კერძი ზოგადად და ღვეზელი, როგორ ასოცირდება გურული ღვეზელს რო ამბობენ, რასთან ასოცირდება? გურული ღვეზელი, რა თქმა უნდა, შობის დღესასწაულთან ასოცირდება, ასევე კალანდასაც ვაწყობ და ყოველთვის როცა გავუხადებ, მაგრამ შობის დღესასწაულზე დამეთანხმები, რომ გურულ ღვეზელს სულ სხვანაირი გემოვნური თვისებები აქვს და რაღაცა სხვანაირია. ამიტომ შობას შემოვთავაზებთ კიდევ, მაგრამ ჩვენ მაგალითად ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად ვაწყობ და როგორც მთელ გურიაში და მე მიხარია, რომ ეხა მარტო გურიაში აღარ ხდება, იმიტომ რომ ყველამ გაითავისა თითქოს და უკვე ყველგან ცხება გურული ღვეზელი და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. დავიწყოთ ეხა ჩვენ გურული ღვეზელის მომზადება. გადმოვიტანოთ სომი. ტრადიციული კულინარიას პირველად ვინ გაზიარა და აი ესე მაღალ დონეზე რო ფლობთ გურული კერძების მომზადების ნაწილს, ვინ იყო თქვენი, ასე ვთქვათ, პირველი მასწავლებელი? რა თქმა უნდა, ბებია. და შემდეგ დედაჩემი, იმიტომ რომ
არ მახსოვს შობის დღესასწაული, როცა დედაჩემს განსაკუთრებულად მუცლის სალოცავები არ დაერცხო ჩვენთვის. 4 გოგონა გავიზარდეთ ამ ოჯახში და აი შობა გვიხარო და განსაკუთრებულად და შობა ჩემთვის არის აი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება, იმიტომ რომ დედა რო დაგვიცხობდა მუცლის სალოცავებს და თან გვილოცავდა ხოლმე, ეს რაღაცა რიტუალია, იმიტომ რომ ესე გვეტყოდა რომ თქვენი მუცლის ტკივილი აღმაქარს დაღმაწყალს, თქვენი ავამტყოფობა აღმაქარს დაღმაწყალს და ასე გვეგონა კი რა ასე იყო, რომ მთელი წლის რაღაცა სატკივარი იმ წელს უნდა წაეღო და ახალი რაღაცა მოხდებოდა ჩვენს ოჯახში და ყოველთვის ესე ხდებოდა და დღესაც ესე ხდებოდა. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ ამ ტრადიციებს ვაგრძელებთ. რაში შემიძლია რომ დაგეხმაროთ? აი კეცის კი ბატონო, კეცთან ხოლმე რაღაც კერძების მომზადება და ძალიან კარგი. ღვეძელი ნამდვილად არ გამომიცხვია სიმართლე გითხრათ. კი, კეცში დაგეხმარებით. ხო, ჩემ და სამწუხაროდ და დღეისათვის სასიხარულოდ პირველად ვარ ამ ოჯახში, ამ სივრცეში და რა ვიცი, ესეთი ლამაზი ეთნოგარემო პირველად შემხვდა გურის რეალობაში. როდის დაიწყეთ საქმიანობა და რამ განაპირობება ეს თქვენი საქმის წამოწყება, ასე ვთქვათ, სტუმარმასპინძლობის. ესე იგი, ჩემო აკაკი როგორ იყო თავიდან? 4 წლის წინათ მოკლედ როცა აქეთ ჩემს სახლში გადმოვედი საცხოვრებლად, ბაბუას წისქვილი, რომელიც ძალიან დიდი ხანი გაჩერებული იყო, აი რო გაუვლიდი ხოლმე გული მისუხთა მართლა, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა სულ იქ დავდიოდი, დედას დავყავდით რაღაცა და უშუქობის პერიოდში ხა მოგეხსენება 90-იანი წლები როგორი იყო. ხო და იქ დავყავდი დედას ხან წინს გვაკითხებდა ხან რაღაცა და მართლა რო ჩაუვლიდი ამ წისქვილს გული მტკიოდა ხოლმე რომ აი გაჩერებული იყო და მე რაღაცა ერთიანი ძალებით ეს წისქვილი არის ჩემი დიდი ბაბუას აშენებული და შემდეგ რაღაცა ისე მოხდა რომ მამაჩემა და ბიძაჩემა ისევ გამოისყიდა ეს წისქვილი და რაღაცა პერიოდი მოკლედ გაჩერება მოუწია და ამ წისქვილი დაიწყო ყველაფერი, აღვადგინე ეს წისქვილი და მე იქ რომ საინტერესო იყო ტურისტებისთვის, ძალიან ბევრი ტურისტი გამოივლიდა ხოლმე ვიღაცა, ვიზიტორი ვიღაცა და აი სულ ფიქრობდი რომ აი რა შეიძლება რომ სახლში შევთავაზო, თუნდაც ჭადი და ყველი, აი აქედან დაიწყო ყველაფერი და აი შეგვიძლია უკვე კეცის რო გადმოვდგათ. ხო და ამ ჭადი და ყველით მოკლედ დავწვენი აი ნალიის ქვეშ რასაც ხედავთ ეგეთ პატარა ფაცხი. პირველი სტუმარმა სხვათა შორის რამოდენიმე დღე დაიგვიანა, იმიტომ რომ აი კი გავაკეთე რაღაცა, მაგრამ მაინც ყველაფერს სჭირდება ცნობადობა, ანუ რამდენად გიცნობს, რამდენად ის ხარა ქვია რო არ გიცნობს არავინ შესაბამისად, აი მანქანა რო ჩაივიდა დედა ნეტა გააჩერებდეს, მე კიდევ ფიქრობდი და ვიძახოდი, მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ვაიმე იმდენი სტუმრები ყავს რომ აღარ გააჩეროს, წავიდეს მინდა და მოკლედ აქედან დაიწყო 4 წლის წინათ ყველაფერი, რაღაც ჩვენ მაინც ტრადიციული, ოჯახური, გურული რაღაცა ისეთი სივრცე შევქმენით, ბევრი ძალისხმევა არ დაუჭირებია, იმიტომ რომ სტუმარი მოსულიყო. იმიტომ რომ ერთხელ რომ მოვიდა სტუმარი და იმ წელს 8-ჯერო დაბრუნდა, ეს თავისთავად მე თავისით მოხდა ეგ ყველაფერი და მე მიხარია ძალიან რომ თქვენ დღეს ჩემი სტუმრები ხართ აგერ კიდე. ესე იგი, ჩვენი ღვეზელი გამზადდა უკვე გამოსაცხობად, ცოტა შევაგრილოთ კეცი, იმიტომ რომ ცხელია ძალიან და ძირს დაგვიწვავს, ესე ვსინჯავთ ხოლმე, ფქვილს მოვაყრით, ოდნავ რომ შეყავისფერდება, უკვე მზად არის გამოსაცხობა და აი უკვე კარგია რომ არ დაიწვება. ესე იგი, უკვე მზად არის ჩვენი კეცი, რომ დავაკრათ ღვეზელი თუ ხაჭაპური. მთვარის ფორმა მოგიხსენებათ, რომ ეს არის ახალი სიცოცხლის სიმბოლო და კვერცხიც ახალ სიცოცხლეს ნიშნავს და იმიტომ აქვს ამას მთვარის ფორმა.
არის ჩემო აკაკი. ძალიან მადის ამღვრელად გამოიყურება. სურნელებაც კი. ეს სავარაუდოდ ოჯახის პორცია არის, ხო და არა კუთვნილებითი. საერთოდ ყველას უკვირს, მაგრამ აი პორცია არის ძალიან ისეთი რა, გემრიელი. მოცულობითი და მირთვი აბა შენ გადაიღე ეხა და დააგემოვნე. მაინც ხელით მივირთმევ. იგრძნობა გურულის სულიში. კი, ხო. ხარია ძალიან. ამ უგემრიელესი გურული ხო ეზლის შემდეგი კერძი რა იქნება, რასაც მოვამზადებთ. მე შემოგთავაზებთ ახლა კეკალობიოს. გურულების გადამრჩენს. გურულების გადამრჩენს, ნამდვილად ამოზელიც, თორეც ვიძახით ჩვენ მაგას. ხო და დავიწყოთ მომზადება ჩვენი ლობიო თუხთუხებს ეგეთ ქოთანში. ამასობაში გავამზადოთ ხახვი. მარხვის პერიოდში განსაკუთრებული კერძი იქნება ჩემის აზრით. მეც ასე გადავწყვიტე, რომ რაღაცა მარხვა, მაინც გურული ღვიძლი კი მოამზადეთ, მაგრამ ახლა გადევიდეთ სამარხო კერძებს. რა განსხვავებული თვითონ გურულ, აი ვიცით რომ სხვადასხვა კუთხეებში არის რაღაც ლობიოს მომზადების სხვადასხვა წესი, ან ინგრედიენტები და აი გურული ლობიო მე კიდე რას გეტყოდი, იცი ჩემო აკაკი, ყველა ოჯახში ასე მგონია რომ ყველა კერძს თავისებურად ამზადებდა. ოჯახის. ხო, მეც ასე ვფიქრობ, რომ ყველა ოჯახში, ან ყველა დიასახლისის გაკეთებულ ლობიოს კიდე სხვანაირი გემო აქვს. ასე სიტყვიან, რომ ხელზეც არისო დამოკიდებული, რანაირი გამოვაკერძიო, რაღაცა გემონური თვისებებიო, მაგრამ მე ხა შემოგთავაზებ, ჩემს ოჯახში როგორც ამზადებდა ამას. ჩემი ბებია, მე ჩემი დედიკო ამ ვარიანტს შემოგთავაზებთ მოკლედ. წვრილად დავჭრათ ხახვი, აუცილებლად 1-2 დაფნის ფოთოლი და ჩავაყაროთ ჩვენ საგერ. ორი ნივთი არის ზოგადად სამზარეულოში და ალბათ გურულ სამზარეულოს არ დავარქმევ. ფილი და ეს ხის კოზი, რომელსაც გარკვეული პროდუქტის რაღაც სპეციფიკური ძველი გემო მოსდევს. ამდენად კარგი. კი, ნამდვილად. ფილი რატო არ მოვიტანი, არის ხოდა ფილში დანაყი დავნახე, მაგრამ აქ არ მომიტანი. ამიტომ ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ დავჭრათ აუცილებლად ნიახური, ქინძი, მაკიდო, ოხრახუში იგივე, ჩვენ სენაზე მაკიდო, ასე ვიზახით ჩვენ მაგას. ანუ მწვანილების მაქსიმალური ასორტი არის მაქსიმალ, კი ბატონო. ეს ოჯახში მოყვანილი მწვანილებია თუ? ოჯახში მოყვანილიც არის ზოგიერთი, ზოგი ისეც არის, ასეც არის, მოკლედ ყველანაირად. ანუ მაქსიმალურად ვიზიდავთ ეკოპროდუქტებზე. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში ძალიან რომ ბევრი რაღაცა მოვიპოვოთ ოჯახშიც, მაგრამ ჩვენი სტუმრებიდან გამომდინარე, ახლა მასე ვერ ვიტყვით ყველაფერი სახში არა, მაგრამ ბევრი რაღაცა ვცდილობთ რომ კი იყოს. სტუმრები ვახსენეთ და აი რომელი ქვეყნიდან არის უფრო მეტი სტუმრების ნაკადი სტუმრობთ? მოკლედ ვერ გამოვარჩევ ასე კონკრეტულ ქვეყანას, მაგრამ ძალიან ბევრი ტურისტი გსტუმრობს, ძალიან მოსწონთ გურული სამზარეულო. თავაზობთ რა თქმა უნდა ტრადიციულ კერძებს. ჩვენ გვაქვს ასევე საფირმო კერძები, ჩვენი შექმნილი. ერთი კერძი არის ცუდგარიე, რომელიც ბებიამ გააკეთა და მე ჩვენ ინტერპრეტაცია გავუკეთე და ახალი სიცოცხლე შევძინეთ მოკლედ ამ კერძს, გავათანამედროვეთ, რაც ძალიან პოპულარულია ახლა, გათანამედროვებული ძველი კერძები. ამასაც ვთავაზობთ, რა თქმა უნდა, ტრადიციულ კერძებსაც, აი კეცის ცხობის მასტერკლასს ვთავაზობ ხოლმე და ყველა მღერით ოჯახში და ეს სიმღერაც, რა ვიცი, აგვირგვინებს ამ ყველაფერზე ძალიან მოკლედ მოსწონს ჩვენ სტუმრებს ჩვენთან გატარებული დრო და მე სხვაგან რო არიან და უშუალოდ წასასვლელები მოითრევენ ხოლმე ფეხს გურულად რო თქვა, ასე არ უნდათ მოკლედ ეზოდა რომ გადავიდნენ, მაგრამ სიზა მე ხას თლად ვერ დარჩებიან ჩვენთან და ამიტომ მოკლედ განებივრებული ვართ სხვადასხვა კუთხიდან და არა მარტო
ქართულს სხვათა შორის ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი გსტუმრობს. სტუმრები რამდენად ფლობენ ინფორმაციას ქართულ კულინარიაზე და ზოგადად ამ კუთხე კუნჭულების, ასე ვთქვათ, განსხვავებულ ტრადიციებთან სხვათა შორის რომ მიმართებაში. გითხრათ, არამეთქი მოვიტყვიებ, იმიტომ რომ აიციან ხაჭაპური და ისე კარგად წარმოთქვამენ ხოლმე მაგ სიტყვას, ხინკალი, ანუ იციან მაგ რაღაც, ანუ თავარი კერძები რაც გვაქვს ქართველებს და რაც გამოარჩევს ყველა კუთხეს თავისი კერძით, მათ იციან იმ კუთხის დამახასიათებელი ყველა რაღაცა თითო კერძი მაინც. დაუშვათ ხაჭაპურს რო ვაკეთებ და დაუშვათ აჭარიდან მოდიან, იციან რომ აჭარული ხაჭაპურია და მასტერკლასებს რო ვაკეთებ ხოლმე, აი იქ ვამბობ რომ ეს არის იმერული ხაჭაპური, გურული ღვეზელი, ანუ და რა გაოცებას მათში რა იწვევს, იცი? მეუბნებიან რომ როგორ შეიძლება ერთ საქართველოში ამდენი ხაჭაპური იყოს, ამდენი, ანუ მრავალფეროვნება ასეთი და მეუბნები არა მარტო ხაჭაპური, ეხლა რა თქმა უნდა ტრაბახა გურულები, რა თქმა უნდა ჩვენ ამდენი კერძი გვაქვს, რაც თქვენ არიცით და მოკეთ ასე შემდეგ რა. იციან რაღაცა გარკვეული დოზით, მაინც ფლობენ ინფორმაციას. ეხლა ჩვენი მწვანილი გამზადებულია, შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენს ქოთანში. ეხლა დავამატოთ ჩვენ ამას აუცილებლად ძმარი, აუცილებლად დანაყილი სუნელი ფილში, ნიორი, კილზი, წიწაკა და რა თქმა უნდა ნიკოზი. ეხლა დავამატოთ ცოტა ხმელი კილზი და უცხო სუნელი, ცოტა. მზად არის ჩვენი ლობიო, ამოდუღდა კარგად. ეხლა გადმოვდგამ და აკაკი აბა ნახე ერთი რამე ხომ არაკლია და რაფერი გამოვიდა ჩვენი გაკეთებული ლობიო. შეხედულად ძალიან კარგად გამოიყურება, ხო? კარგად გამოიყურება. სურნელებო თუხთუხებს ქოთანში. კი, აი ნახოთ ეხლა. მოვიოთ კარგად და გასინჯი ერთი რაფერია. ავაგემოვნოთ აბა როგორია გამოვიდა ლობიო. წვანილიც რო ცოცხლად არის შიგნით, გემო ძალიან სასიამოვნო არის. რა არის ჩვენს მენიუში შემდეგი კერძი? შემდეგი კერძი, აკაკი არის კეჟერა ფხალის ამონაყარი, ანუ ჭიჭვი ფხალი, რაფერს უწოდებთ ჩვენ გურიაში. ნორჩი ყლორტეები. ხო და კიდევ ერთხელ აღვნიშნა რომ აღდგომის მარხვაა და მინდოდა რომ კიდე ერთი სამარხო კერძი შეგვეთავაზებინა და ამ სეზონზე განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ეხა ამონაყარია ახალი და ამიტომ ძალიან გემრიელია ჭიჭვი ფხალი, რაფერს გურიაში ვიტყოდით. ამ პერიოდში ყინვებმაც უწია და კი, დაჰკრა ყინვა, იმისა რომ მაი უყინოთ არაფრად არ ვარ გაშენს გეცოდინება, მე წვრილად დავჭრი, ისე საერთოდ ატარებენ კიდევაც და კიდევ ერთხელ გამეორდები რომ ყველა ოჯახში, ყველა კერძს თავისებურად აკეთებენ, მე კიდე ამას ჩემებურად გავაკეთებ. წვრილად დავჭრი აუცილებლად. ისე ალბათ ჩვენმა ბევრმა მაყურებელმა გიცნოთ, რომ ერთ-ერთი კულინარიული დუელის გამარჯვებული ბრძანდებით, რა იყო თქვენი мотиваცია ამ პროექტში მონაწილეობის და როგორი ემოცია მოიტანა საერთოდ ამ მთლიანად ამ პროექტში მონაწილეობის პროცესმა? ესე იგი, ძალიან პირველ რიგში იმას აღვნიშნა, რომ ყველაზე ტკბილი მოგონებაა ჩემთვის დღეს ეს პროექტი, იმიტომ რომ როცა სოფელში ცხოვრობ და რაღაცას აკეთებ და ამ ხელა გზაზე მიდიხარ, მოკლედ თავიდან არ მეგონა თუ ამ პროექტს ჩემთვის რამე ასეთი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ჩემმა მეგობარმა გივიკომ ერთ დღეს დამირეკა და მითხრა რომ აუცილებლად არის ესეთი მოკლედ უკვე შესარჩევი ტური და უნდა წახვიდე შენ ამ კულინარიულ შოუში და მე თავიდან რა თქმა უნდა სასტიკ ვარზე ვიყავი, მაგრამ მე
გადაწონა მოკლედ მისმა რჩევებმა, რომ შენთვის როგორც აი დამწყები ახალი საოჯახო რესტორნისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი და დავთანხმდე კიდევაც, აი პირველივე ჩაწერაზე დედა გვეუბნებოდა რომ თავარია პირველივე ტურიდან არ გამოვარდეთო და მერეო რა უშავსო, ანუ გამარჯვებაზე საერთოდ ფიქრიც არ გქონდა და მაგრამ ხომ იცი ასე რომ მიტყვენ შევედით ნამეტარი როლში შევიჭარი და ჩვენთვის აი ისეთი გახდა ეს პროექტი რომ მარტო ცნობადობა რა იმხელა გამოცდილება მივიღეთ ჩვენ ამ პროექტისგან იმდენ რამეში გამოგვადგა ეგ პროექტი და წაგვადგა რომ აი არ ვიცი ენით აუწერელი იქნება ეს და ზოგადად ასეთი კულინარიული შოუები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენაირი ადამიანების განვითარებისთვის ჩვენ მე და ჩემ დაიკოს მაგალითად არანაირი რამე ისეთი კურსი არ გაგვივლია ყოლე ჩვენ რაც ვისწავლეთ ოჯახში დედამ რაც გვასწავლა ეს იყო და ეს მხოლოდ მეტი არანაირი ის არ ქონია ჩვენ რამე გამოცდილება ან რაღაცა ტრენინგები და ეს პროექტი ამაში კიდევ უფრო მეტად აგვეხმარა და გამარჯვებამ ხომ საერთოდ დიდი როლი ითამაშა ჩვენ ცხოვრებაში მოკლედ დავჭერი წვრილად ჩვენი ჭიჭვი ფხალი ეხა დაუმატებ სუნელს დანაყილს ფილში აუცილებლად კიდე აღნიშნე რომ მაგას განსაკუთრებული გემო აქვს ფილში დანაყილს სუნელსო ზმარი აუცილებლად ჭირდება ეხლა დავამატოთ ჩვენ უცხო სუნელი პრომეტი ხმელი ქიმსი აუცილებლად ნიგოზი ცოტა ციცარბაც გავუკეთოთ აუცილებლად. ამ კერძების შემხედვარე, იმიტომ იყო ალბათ გურული და ძველი ხალხი ჯანმრთელი. ნამდვილად. ინგრედიენტებია გამოყენებული შიგნით. თან აი ყველაფერი ხომ სახში მოყავდათ და ყველაფერი სახში ამასთან ახლა ცხელი ჭადი. всё, აი იყო მაგენის საჭმელი და მაგრამ ჩვენც რომ ნელ-ნელა ამ ძველ ტრადიციას უბრუნდებით და არ უკარგავთ და ვაგრძელებთ და ვაცოცხლებთ, ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ოჯახში ეს ტრადიცია უნდა დაიკარგოს, ასე ვფიქრობ. თან ისეთ პრაქტიკული კერძების ნაწილი არის, რომელიც საგზალშიც ნაკლებად გაფუჭდებოდა ანუ გზაში. აკაკი, შენ მოკლედ დიდი ხვთა წილად, რა ქვია დღეს. პატივი. პატივი დაგემოვნების დეგუსტატორობა. დეგუსტატორი, აბა დააგემოვნე ერთი რაფერა საქმე. სუნელება ძალიან კარგი აქვს. ხომა ყველაფერი რიგზე. არა, ურიგო სოფელში ცხოვრება, ხო? მიხარია ძალიან. მადლობას გიხდით სტუმარ-მასპინძლობისთვის. ბევრ სტუმარს გისურვებთ, მშვიდობას გისურვებთ. გაიხარეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ალბათ არსებულ პერიოდში. მადლობა ამ გადაცემას, ჩემი კუთხის მასპინძელს, რომ მოგცა ეს შესაძლებლობა, გაგვეცნო გურია, გურული კულინარია და ეს ლამაზი ოჯახი. წარმატებები თქვენ. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და გურის კიდევ ერთხელ ასე წარმოჩინებისთვის მადლობა ამ გადაცემას, ჩემი კუთხის მასპინძელს და ჩვენ გურიაში გურული სტუმართ მოყვარეობით და სტუმარ მასპინძლობით ველოდებით ბევრ სტუმარს.